გამარჯობა, მადლობა რომ შემოიხედეთ. მე როგორც ყოველთვის თავდაპირველად მადლობა მინდა გადაგიხადოთ წინა ვიდეოებზე დატოვებული კომენტარებისთვის, მოწონებებისთვის და არხის გაზიარებისთვის. მე ამ ყველაფერს ახლად შეგახსენებთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მე კი დიდხანს არ galოდინებთ და ეგრევე ისტორიაზე გადავალ. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეძღვნება კეტი ბირს, რომელმაც თავისი 9 წლის განმავლობაში არაერთი უბედურება გამოსცადა საკუთარ თავზე. ის დაიბადა 1982 წელს 30 დეკემბერს. პირველი ორი თვე მან საკუთარ დედასთან, მერლინ ბირსთან და მის ძმასთან, ჯონთან ერთად გაატარა. კეტიმ არ იცოდა მამამისის ვინაობის შესახებ, რადგან მისი ჩასახვა ერთი ღამის გართობის შედეგი იყო. მერლინმა ის ორი თვის ასაკში მიატოვა და მხოლოდ იშვიათად სტუმრობდა ხოლმე მას სანახავად. კეტი მისი ნათლიის, ლინდა ინგილერის და მისი ქმრის, სალვატორეს შვილობილი გახდა. ლინდამ დიაბეტის გამო ერთი ფეხი დაკარგა და ფაქტობრივად უმოძრაო იყო. ყველა სახლის საქმეს კეტი ასრულებდა, რა თქმა უნდა, ნათლიის მეთვალყურეობის ქვეშ. კეტი ფაქტობრივად კონკია იყო, თუმცა კეთილი ზღაპრისგან განსხვავებით, ნათლია მისთვის ყველაზე სასტიკი ადამიანი იყო. ის გოგოზე ყოველდღიურად ფიზიკურად ძალადობდა. მის სხეულზე შრამებიც კი დარჩა სასტიკი მოპყრობისგან. ერთხელ ლინდამ კეტის ხელზე სიგარეტიც კი ჩააქრო და არც თუ ისე იშვიათად ცუდი საქციელის გამო მას კარადაში კეტავდა რამდენიმე საათით. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლინდა ყველაზე უარესი არ ყოფილა, რაც კეტის შეემთხვა. მისი ქმარი სალვატორი საწყელ გოგოზე ურად ძალადობდა. კეტის არც კი ახსოვს, როდის დაიწყო მის ცხოვრებაში ეს ყველაფერი, თითქოს და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ყოველთვის არსებობდა მის ცხოვრებაში. ლინდას და თავის ქმარს სალვატორს ინტიმური ურთიერთობა ფაქტობრივად საერთოდ არ ჰქონდათ და ის ფაქტი, რომ სალვატორი გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, ლინდასში მხოლოდ ეჭვიანობის გრძნობას იწვევდა და ამის გამო მთელ ჯავრს ის კეტიზე იყრიდა. საბრალო გოგოს არავინ ყავდა, ვისაც ამას მოუყვებოდა ან დახმარებას თხოვდა. სავარაუდოდ ის ვერც კი იაზრებდა, რამდენად საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება. მას არ ყავდა ახლო მეგობრები. ის უბრალოდ ხედავდა, რომ მისი ცხოვრება განსხვავებული იყო თავისი თანატოლების ცხოვრებისგან და კეტი ამაზე არც ნერვიულობდა. ის ამას იღებდა უბრალოდ როგორც მოცემულობას. მერლინი დროის რაღაც მონაკვეთში გამოჩნდა კეტის ცხოვრებაში და ის თავისთანაც მიყავდა ხოლმე სახლში. მიუხედავად იმისა, რომ კეტი აქ ფაქტობრივად მშიერი იყო, ის საკუთარ დედასთან თავს რაღაცნაირად დაცულად გრძნობდა. მაგრამ როდესაც მერლინი ეუბნებოდა, რომ ის ნათლიასთან უნდა დაბრუნებულიყო, კეტი ამას უთქმელად და უპასუხოდ ასრულებდა. გასაკვირია, მაგრამ სოციალური სამსახური არაერთხელ მისულა ლინდას და მერლინის სახლებში, თუმცა მათ გოგოს საშველად არაფერი მოუმოქმედებიათ. კეტი სკოლაში მხოლოდ კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა და ესეც იმიტომ, რომ ის უბრალოდ სკოლას და სახლის საქმეებს ერთმანეთს ვერ უთავსებდა და სახლის საქმეების შეუსრულებლობა მისთვის დასჯის მიზეზი იყო. მასწავლებლები ამას ხედავდნენ, თუმცა ისე იქცეოდნენ, თითქოს ეს მათი საქმე საერთოდ არ იყო და კეტისთვის უბრალოდ არავის ეცალა. ამდენწლიანი გამუდმებული სექსუალური ძალადობის შესახებ კეტიმ როგორც იქნა მოუყვა დედას. სალვატორე ამის შემდეგ დამნაშავეცნეს პირველი ხარისხის ძალადობაში, მაგრამ არ დაუპატიმრებიათ. მას უბრალოდ გამოუწერეს ორდერი, რომელიც მას გოგოსთან მიახლოებას უკრძალავდა. ამის შემდეგ სალვატორი იძულებული გახდა წასულიყო სახლიდან, რადგან კეტი მათთან ცხოვრობდა. და ამიტომ ლინდამ გოგო კიდევ უფრო მეტად შეიძულა და მას ადანაშაულებდა თავისი იდეალური ოჯახის დანგრევაში. კეტი მაინც მიდიოდა ხოლმე ნათლიასთან, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ ბევრად უფრო იშვიათად. ამ პერიოდში კეტის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მას შეიძლება ითქვას შეუყვარდა. ეს იყო 53 წლის ჯონ ესპაზიტო. ჯონი მათი მეზობელი იყო. ჯონმა მერლინთან სტუმრობის დროს გაიცნო კეტი. ჯონი მშენებელი იყო და თავისი სახლის გვერდზე, სადაც ის და თავისი საცოლე ცხოვრობდნენ, ააშენა კიდევ ერთი შენობა, რომელსაც სახლ-გარაჟს ეძახდა. ჯონის სახლი-გარაჟი ბედნიერებას წარმოადგენდა ხოლმე უბნის ბავშვებისთვის. მას აქ სულ ჰქონდა ხოლმე სასუსტნავები, ტკბილეული და სხვადასხვა გასართობები ბავშვებისთვის. ჯონს ძალიან უყვარდა ბავშვები და მათთვის უამრავი სამაგიდო თამაშიც ჰქონდა შეძენილი. აქვე იყო ბოქსიორის ინვენტარი, კალათბურთის რგოლი, ასევე სამაგიდო ტენისი და ჰოკეი.
მაცივარი ყოველთვის სავსე იყო გაზიანი სასმელებით და სხვა ბავშვური ბედნიერებებით. ყველა ბავშვს ძალიან უნდოდა ხოლმე ჯონთან სტუმრობა და მათ შორის იყო კეტიც. როდესაც ჯონი მერლინთან მიდიოდა ხოლმე სტუმრად, მას ყოველთვის მიქონდა ხოლმე კეტისთან ტკბილეული და სხვადასხვა სასუსნავები. კეტი ზოგჯერ სტუმრობდა ხოლმე ჯონის სახლს, მაგრამ მშობლებმა ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეს, იმიტომ რომ ჯონის ეს ბავშვობის მიმართ სიყვარული ძალიან საეჭვო იყო და უმეტესობამ თავის შვილებს აუკრძალა მისთვის გამარჯვების თქმაც. მეზობლების ასეთმა დამოკიდებულებამ მერლინზეც იმოქმედა და მანაც გააფრთხილა კეტი, რომ ჯონისგან თავი შორს დაეჭირა. ნათლია კი მიუხედავად დედის გაფრთხილებისა, მაინც უშვებდა ხოლმე კეტის ჯონთან, როდესაც ის მას სტუმრობდა. კეტი და ლინდა ამას საიდუმლოდ ინახავდნენ ხოლმე, რადგან იცოდნენ, რომ მერლინი ამაზე გაბრაზდებოდა, თუმცა კეტისთვის ჯონთან სტუმრობა იმდენად ბედნიერების მომტანი იყო, რომ დედისგან საიდუმლოს ქონა ამჯობინა ჯონთან ურთიერთობის გაწყვეტას. 1992 წლის დეკემბერში, როდესაც ყველა სახლი უკვე მორთული იყო საშობაოდ, მერლინმა სამსახური დაკარგა და მას საერთოდ არ ეცალა დღესასწაულის მოსაწყობად. 26 დეკემბერს ლინდამ კეტი თავისთან წაიყვანა. 27 დეკემბერს ის აპირებდა, რომ კეტისთვის დღესასწაული გაეტარებინა, რადგან 30-ში მისი დაბადების დღე მოდიოდა. მერლინმა შვილი გაუშვა ნათლიასთან ოღონდ იმ პირობით, რომ თავის დაბადების დღეს სახლში შეხვდებოდა. კეტის თავიდან არ უნდოდა ნათლიასთან წასვლა, თუმცა მას ჯონი ენატრებოდა და ამიტომ გადაწყვიტა მაინც გაყოლოდა. ლინდამ კეტის უფლება მისცა ჩაკრას კულიყო, რადგან ის უკვე 10 წლის ხდებოდა და უკვე დიდი გოგო იყო. კეტიც უკვე საკმარისად დიდად თვლიდა თავს და გარშემო ყველას თხოვა, რომ მისთვის უკვე კეტრინი დაეძახათ და არა კეტი, როგორც ბავშვისთვის. მის ტორტზე ეწერა: დაბადების დღეს გილოცავთ, კეტრინ. ეს კეტისთვის ყველაზე ბედნიერი შობა და დაბადების დღე იყო. ტორტი ჯონს ეჭირა. ის მივიდა ლინდასთან სახლში და კეტის ბარბის სახლი აჩუქა და შეჰპირდა, რომ მეორე დღეს მოვიდოდა და მის აწყობაში დაეხმარებოდა. კეტის გაუხარდა, მაგრამ თან ფიქრობდა თუ რა უნდა ეთქვა დედასთვის. მაგრამ ლინდამ დაარწმუნა, რომ ამ საიდუმლოს შეინახავდა და მერლინს არაფერს ეტყოდნენ. ჯონი შემდეგ დღეს დაბრუნდა და ლინდას კითხა, შეიძლებოდა თუ არა წაიყვანა კეტი სავაჭრო ცენტრში სათამაშო აპარატებთან გასართობად. ეს ცენტრი დაახლოებით 15 წუთის სავალზე იმყოფებოდა და ლინდა დათანხმდა. კეტიმ ლინდას უთხრა, რომ დედამისმა დააფიცა, რომ ჯონს არსად გაყვებოდა. მაგრამ ლინდამ უპასუხა, რომ სანერვიულო არაფერი იყო, რადგან რამდენიმე საათში ის ისევ უკან დაბრუნდებოდა. დათქმულ დროს კეტი სახლში არ დაბრუნდა. ლინდამ პოლიციაში დარეკა და ძალიან მალე ეკიპაჟი მასთან სახლში მივიდა. ლინდამ პოლიციას შეატყობინა, რომ კეტიმ მას ძალიან შემაშფოთებელი შეტყობინება დაუტოვა. შეტყობინებაში კეტი ამბობდა: ლინდა დეიდა, მე ვიღაც კაცმა მომიტაცა, მას დანა ჰქონდა. ო არა, ის მოდის, უნდა წავიდე. ლინდა ატირდა და განაგრძო, რომ 20 წუთში მას ჯონმა დაურეკა და უთხრა, რომ კეტის ვერსად პოულობდა. ამ სავაჭრო ცენტრში დიდი რაოდენობით პოლიცია მივიდა და ყველამ დაიწყო გოგოს ძებნა, თუმცა უშედეგოდ. ისინი ეძებდნენ ყველგან, ყველა მაღაზიაში შედიოდნენ, ნაჩერებდნენ გამლელებს, აჩვენებდნენ მის სურათს და ეკითხებოდნენ, უნახავთ თუ არა ეს გოგო. ჯონი პოლიციასთან ტიროდა და პატიებას ითხოვდა, რადგან მან ჩაბარებული ბავშვი დაკარგა. მან თქვა, რომ კეტის ბევრი წლის განმავლობაში იცნობდა და უბრალოდ უნდოდა, რომ მისი დაბადების დღე გაეხალისებინა. კეტისთან ერთად აქამდე უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა ამ სავაჭრო ცენტრში და თვლიდა, რომ გოგომ ეს სივრცე ძალიან კარგად იცოდა და ამიტომ გაუშვა ის ჟეტონების საყიდლად მარტო. იმის შემდეგ, რაც კეტი რამდენიმე წუთში არ დაბრუნდა, ჯონმა მისი ძებნა დაიწყო, თუმცა გოგო ვერსად იპოვა. ამის შემდეგ მან უკვე ლინდას დაურეკა და შეატყობინა, რომ გოგო დაკარგა. თუ ჯონი იტყუებოდა, მაშინ ის შესანიშნავი მსახიობი იყო. ის ამბობდა: შემეშინდა, რომ ვერ ვიპოვე. დიდი სივრცეა და ყველაფერი მოვიარე. მერე დავურეკე ლინდას, შემდეგ უკვე მიმართე დაცვას. კეტიმ თქვა, რომ მას დანიანი კაცი უახლოვდებოდა. სავარაუდოდ ის მას არ იცნობდა. ან შესაძლოა მას სახე დამალული ჰქონდა. ვინ შეიძლება იყოს ეს? ჯონმა თქვა, რომ მან დაინახა, როგორ უყურებდა ვიღაც მათ ძალიან დაჟინებით. მაგრამ გასაკვირია ამ შემთხვევაში კეტი მარტო რატომ გაუშვა. ყველაზე უცნაური სხვა რამ იყო. კეტი აპარატებთან არავის უნახავს და ვერც ვერავინ იხსენებდა ჯონის იქ ყოფნასაც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯონის წარსული ძალიან საეჭვო იყო. ის დაპატიმრებული იყო 1977 წელს, 15 წლით ადრე ამ ამბიდან.
მაშინ მან სცადა 12 წლის ბიჭი მანქანაში შეეთრია ძალით. და ეს ამბავიც სავაჭრო ცენტრთან ძალიან ახლოს მოხდა. ამ საქმის დეტალები დიდად ცნობილი არ იყო, მაგრამ ჯონი ახლა მთავარი ეჭვმიტანილი გახდა. ჟურნალისტებმა და პოლიციამ მის სახლთან მოიყარეს თავი. სახლი და ასევე მისი სახლი გარაჟიც გაჩხრიკეს თავიდან ბოლომდე, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ჯონი დაკითხეს. ის მაინც რჩებოდა ეჭვმიტანილად, თუმცა ეს არაფერზე მოქმედებდა. მეორე ეჭვმიტანილი გახდა სალვატორე, ლინდას ქმარი. ის მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე და კითხეს, იცოდა თუ არა სად იყო კეტი. მან უპასუხა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ასევე კითხეს, ჰქონდა თუ არა მას პირდაპირი ან ირიბი კავშირი კეტის გაუჩინარებასთან, რაზეც სალვატორემ ისევ უარყოფითად უპასუხა. დაკითხვაზე ის ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მას რკინის ალიbi ჰქონდა. 30 დეკემბერს კეტის 10 წელი შეუსრულდებოდა. სკოლის სურათებში ის ძალიან ბედნიერად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდა. მაგრამ პოლიციამ ძალიან მალე გაარკვია გოგოს ტრაგიკული და ტანჯვით სავსე ცხოვრების შესახებ. მალე კეტის სახელი ყველა ახალი ამბის და გაზეთის ათაურში იყო. საზოგადოება იგებდა უფრო და უფრო მეტ შემაშფოთებელ დეტალს მისი ცხოვრების შესახებ. პოლიციამ დაკითხა კეტის მასწავლებლები, მეზობლები და ჩვეულებრივი დაცნობებიც. ყველა ერთსა და იმავეს იძახდა, რომ კეტი ძალიან ხშირად დადიოდა ჭუჭყიანი, რომ მას ძალიან ხშირად ეცვა ამინდის შეუსაბამოდ. კეტი ზამთარშიც კი უნახავთ ღია ფეხსაცმლით გამოსული გარეთ. ეტყობოდა, რომ მას კვება აკლდა, რადგან ძალიან გამხდარი იყო. მას შემდეგ, რაც კეტი 4 წელს გადასცდა, ის ფაქტობრივად მხოლოდ ნათლიას დავალებებს ასრულებდა. არ იღებდა შესაბამის განათლებას, რადგან როგორც ზემოთ ვახსენე, მას ამისთვის ფიზიკურად დრო არ რჩებოდა. ყველა მიცოდა, რომ ნათლია მას იყენებდა, როგორც მოსამსახურეს, ამუშავებდა თავისი ასაკის შეუსაბამოდ. მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა, რადგან თვლიდნენ, რომ ეს მათი ოჯახის საქმე არ იყო. როდესაც ეს ყველაფერი ცნობილი გახდა, მას მედიაშიც კონკია უწოდეს. ახლა ყველას ადარდებდა კეტის საქმე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გაუჩინარებიდან 10 დღის შემდეგ პოლიციამ საერთოდაც დაკარგა კვალი. მათ გაარკვიეს, რომ კეტის ეს ბოლოზარი განხორციელებული იყო ქუჩის ჯიხურიდან, რომელიც სავაჭრო ცენტრის გზის მოპირდაპირედ იდგა. გასაკვირი ის იყო, რომ თუ კეტი ვინმეს გაურბოდა, რატომ შევიდა ჯიხურში, სადაც ყველა შემთხვევაში გამოჩნდებოდა. ასევე რატომ არ გაიქცა პირიქით აპარატების მხარეს, ან რატომ არ მოძებნა ჯონი, ან რატომაც არ იყვირა. ძალიან ბევრი კითხვა იყო. ამასობაში პოლიციამ ჯონის სახლი კიდევ ორჯერ გაჩხრიკა, თუმცა ისევ უშედეგოდ. კეტის ზარი FBI-ში გააგზავნეს, სადაც დაადგინეს, რომ ეს ნამდვილი ზარი კი არ იყო, არამედ იყო მაგნიტოფონის ჩანაწერი. ანუ ვიღაცამ, ვინც ეს დააორგანიზა, წინასწარ ჩაიწერა მაგნიტოფონზე კეტის ეს ფრაზა და შემდეგ უკვე ამ სატელეფონო ჯიხურში ჩართო და ეს მოასმინა ლინდას. აღსანიშნავია ის, რომ კეტის ხმას საერთოდ არ ჰქონდა ეკო. და ასე იმ დროს ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი იმყოფება შენობაში, რომლის კედლებსაც დამატებით აკრავს რაიმე, რაც ხელს უწყობს ხმის იზოლაციას. ამასობაში კეტი ბირსის გაუჩინარებიდან 16 დღე გავიდა. პოლიციამ ყველანაირი ღონე იხმარა მის საპოვნელად, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ. ტელევიზიით არ წყდებოდა კეტიზე საუბარი. გოგო არსად ჩანდა. და სამწუხაროა, მაგრამ ასეთ დროს მასმედიის ინტერესი ნელ-ნელა იკლებს და სამძებრო სამუშაოებიც წყდება ხოლმე. ახლა დავუბრუნდეთ დღეს, როდესაც კეტი გაუჩინარდა. კეტი ჯონის მანქანაში ჯდება. მას უფლება მიეცა წინასავარზლით ემგზავრა, რითიც გოგო ძალიან გახარებული იყო. ჯონმა უთხრა, რომ მისთვის ვიდეო თამაშის ჩუქება უნდოდა და რომ ისინი ჯერ ამ თამაშს ითამაშებდნენ და შემდეგ წავიდნენ აპარატებთან. მან მანქანა თავისი გარაჟის სახლიდან რამდენიმე დაბიჯეს მოშორებით დააპარკინგა. ისინი სახლში ავიდნენ. ჯონს თამაში თავის ოთახში ჰქონდა. კეტი საწოლის კიდეზე დაჯდა და თამაში დაიწყო. ის აქამდეც ბევრჯერ იყო ამ ოთახში. ჯონი ამ დროს გავიდა და კიბეებით დაბლა დაეშვა. და როდესაც უკან დაბრუნდა და ოთახში შევიდა, კეტიმ შეამჩნია, რომ მასში რაღაც შეიცვალა. იყო მის სახეზე რაღაც ისეთი, რამაც გოგო დაძაბა. მან კეტი უსიტყვოდ ხელში აიყვანა და დაბლა ჩაიყვანა. ბავშვს რა თქმა უნდა ძალიან შეეშინდა. მით უმეტეს ჯონი არაფერს ამბობდა. არც გოგოს კითხვებზე პასუხობდა. კეტის უკვე პანიკა დაეწყო, მაგრამ ჯონი აგრძელებდა მის სადღაც წაყვანას. კიბეებიდან მან მარცხნი მოუხვია თავისი კაბინეტისკენ. კეტი დაბლა დააგდო და კარი მიიხურა. აქამდე ჯონი აქ არავის უშვებდა ხოლმე. მან კეტისთვის უცხო ინტონაციით თქვა. მინდა რაღაც გაჩვენა.
ხის თაროებიდან ნივთები ჩამოიღო. შემდეგ თაროებს შორის შურუპები მოუშვა და ერთი ნაწილი ჩამოიღო. ამ დროს მთელი ხის კონსტრუქცია, რომელიც თურმე გორგოლაჭებზე იყო, ოთახში გამოგორდა. როგორც მიხვდით, ეს კარი იყო. ის შევიდა პატარა ბნელ სივრცეში, სადაც იატაკზე ძველი ხალიჩა და კიდევ ბევრი წვრილმანი ეყარა. ჯონმა ხალიჩა გადაკეცა, რის ქვეშაც ბეტონის ფილა იყო. ამასობაში კეტიმ კარგად დაათვალიერა გარშემო ოთახი და ტელეფონი დაინახა. სანამ ჯონი ხალიჩასთან იყო დაკუზული, კეტიმ უცებ მიირბინა ტელეფონთან და 911 აკრიფა. ოპერატორს ძალიან ჩუმად უთხრა მისამართი, მაგრამ ამ დროს ჯონმა გოგო ოთახის მეორე ბოლოსკენ მოიქნია და უბრძანა, რომ ტელეფონს მეორედ არ მოახლოვებოდა. კეტიმ ბეტონის ფილის მოხსნის შემდეგ დაინახა, რომ დაბლა ჩასასვლელი იყო, მაგრამ ძალიან ბნელოდა და კარგად ვერ გაარჩია, რა იყო დაბლა. ჯონმა მას იქ ჩასვლა უბრძანა. კეტის ფეხი დაუცურდა და დაბლა ჩავარდა. ციუ ბეტონზე დანარცხებულმა ვერ გაიგო, რა იყო გარშემო, მაგრამ როცა მისი თვალები სიბნელეს შეეჩვია, მან დაინახა პატარა ოთახი, რომლის ცენტრში დიდი ყუთი იდგა. მის თავზე კი ბოქლომი იყო. ოთახის კუთხეში უნიტაზი იდგა, რომელშიც შავი პარკი იყო ჩაფენილი. კედელზე ორი ხის თარო იყო ჩამოკიდებული. ერთზე მონიტორი იყო, რომელიც აჩვენებდა რა ხდებოდა გარაჟის შესასვლელში. თვალ კედლებზე კვერცხის მუყაოს ყუთები იყო აკრული, სავარაუდოდ ხმის იზოლაციისთვის. დიდი და კარგად განხორციელებული კონსტრუქცია იმაზე მიუთითებდა, რომ ჯონი გატაცებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ყველა ბავშვში, რომელსაც თავის სახლში ეპატიჟებოდა, თავის პოტენციურ მსხვერპლს ხედავდა. საბოლოოდ მან კეტი აარჩია. ჯონმა ყუთი გახსნა და უთხრა, რომ ეს კეტის ახალი სახლია, რომ ის აქ ცხოვრობს. რამდენიმე წუთით მან გოგო დატოვა და თვითონ ბალიშის და გადასაფარებლის მოსატანად წავიდა. მალევე ის დაბრუნდა და კეტის 1 კილა წვენი და რამდენიმე შოკოლადი მოუტანა. ჯონმა ჯიბიდან პატარა ხმისჩამწერი მაგნიტოფონი ამოიღო და კეტის იმ წინადადებების ჩაწერა უბრძანა, რაც მერე ლიდას ყურიმულში გაისმა. იყო ერთი მომენტი, როცა ჯონმა რამდენჯერმე უკარნახა გოგოს რა უნდა ეთქვა და როცა კეტიმ დაიმახსოვრა, მან დიქტოფონი დაუტოვა. კეტიმ ჩაწერა დამახსოვრებული ფრაზები და პაუზის მერე ჩუმად თქვა. ჯონმა მომიტაცა, მასთან სახლში ვარ. როცა ჯონი დაბრუნდა, ჩანაწერი შეამოწმა და უკანასკნელი სიტყვების გაგების მერე კეტის შეხედა და სახეში შემოარტყა. ეს სულ სხვა ჯონი იყო. ის არავისაც კეტი აქამდე იცნობდა. მან ხელმეორედ ჩააწერინა ხმა და გოგოს ყუთში ჩასვლა უბრძანა. ყუთში თხელი მატრასი, კიდეებზე მიმაგრებული ბორკილები და ტელევიზორი იყო. ბორკილები დიდი გამოდგა, ამიტომ ჯონმა გოგოს საყელო გაუკეთა და იმით დააბა. მან დახურა ყუთი, ჩაკეტა კარი და წავიდა. როცა დაბრუნდა, კეტის დროის აღქმა დაეკარგა და არ იცოდა, რამდენი ხანი გავიდა. დაბრუნების შემდეგ კეტისთვის კარგად ნაცნობი ჯონი იყო, კეთილი და მხიარული. მან გოგოს მოუყვა, რომ სავაჭრო ცენტრში იყო, რომ ვითომ ეძებდა და ლიდასაც დაურეკა. მოუყვა ასევე, როგორ დაკითხა პოლიცია. ისიც უთხრა, რომ პოლიციელებმა სახლი გაჩხრიკეს, მაგრამ კეტი ვერ იპოვეს და რომ მას ნამდვილად ვერ ნახავენ. მეორე დღეს ჯონმა კეტის უბრძანა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და ის ჩაეცვა, რომელიც მან უყიდა. ეს იყო ბიჭის ღამის პერანგი. ამ დღეს ჯონმა კეტი პირველად გაატიურა. შემდეგ ეს კიდევ მრავალჯერ მოხდა. ერთ დღეს ჯონი კეთილი იყო, ხოლო მეორე დღეს კეტი სასტიკად ექცეოდა. პატარა გოგო თვლიდა, რომ მას პიროვნების გაორება სჭირდა. გასაკვირია, მაგრამ კეტი არც ტიროდა. ის ყველაფერი, რაც მას აქამდე ჰქონდა გამოვლილი, ამაზე უარესი იყო. ის ტკივილს ფაქტიურად ვერ გრძნობდა. ერთ დღეს, როცა ჯონმა კეტი რამდენიმე წუთით მარტო დატოვა, მან იპოვა პატარა გასაღები, რომელიც მონიტორის უკან იყო დამალული. ეს იყო გასაღები, რომელიც კეტის ყუთს ხსნიდა. ასე ის პერიოდულად გამოდიოდა ყუთიდან და უყურებდა მონიტორში რა ხდებოდა გარშემო. ის იძულებული იყო არ ესარგებლა უნიტაზით, რომელიც ოთახში იყო, იმისათვის, რომ ჯონს არ გაეფაქტა მისი ამოსვლის ამბავი და ამიტომ თავისვე ყუთში აკეთებდა ყველაფერს. კეტი ჭკვიანი გოგო იყო და ერთ დღეს დაითვალა, რამდენი ნაბიჯის ხმა ესმოდა, სანამ ჯონი მასთან შევიდოდა და ამის მიხედვით ხვდებოდა, როდის უნდა დაბრუნებულიყო თავის ყუთში. ჯონს ხშირად მოჰქონდა მისთვის შოკოლადით დაფარული ვაფლები და ამას გარდა ზოგჯერ მოჰქონდა ხოლმე ან ჰამბურგერი, ან მაკარონი ყველით. მაგრამ კეტი მამას არ ჭამდა, რადგან ეშინოდა, რომ ჯონს არ მოეწამლა. და ის მარტო ვაფლებს ჭამდა, რადგან ისინი შეფუთულ მდგომარეობაში იყო. მას ასევე არ უნდოდა დაძინება, რადგან ეშინოდა, რომ ჯონი მას ძილში მოკლავდა. კეტი ხშირად უყურებდა ტელევიზორში მასზე მოყოლილ ამბებს, რადგან როგორც გითხარით, მასზე იმ პერიოდში უამრავი რეპორტაჟი იყო. მან ასევე რამდენჯერმე დაინახა ატირებული მერლინი და ატირებული ლინდა და მიუხედავად იმისა, რა გამოატარეს ამ ადამიანებმა, ის მათ მიმართ მაინც სიყვარულს გრძნობდა და მათთან დაბრუნება უნდოდა.
ერთ-ერთ გადაცემაში მან ნახა, როგორ აჩვენებდნენ ჟურნალისტებს მის ლამაზ ოთახს, ლამაზი გადასაფარებლით და სათამაშოებით საწოლზე და პატარა ხალიჩით მის ქვეშ. აქ თქვეს, რომ ეს კეტის ოთახი იყო ლინდასთან, მაგრამ ეს სიმართლე არ იყო. კეტის ლინდასთან გასაშლელ საწოლზე ეძინა, იქ სადაც ეტყოდნენ. ყველაფერი ტყუილი იყო. ეს მარტო იმისთვის გაკეთდა, რომ ლინდა კარგი ნაცვლია გამოჩენილიყო ხალხის თვალში. გატაცებიდან მესამე დღეს ჯონის სახლში გამოჩნდნენ პოლიციელები. ამჯერად მან დაინახა მონიტორში, როგორ უახლოვდებოდნენ ისინი სახლ-გარაჟს და როდესაც ისინი შიგნით შევიდნენ, კეტიმ დაიწყო ყვირილი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. მას ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი, მაგრამ მან გოგოს ხმა არ ესმოდათ. მიუხედავად იმისა, რომ მას თავიც კი ასტკივდა ყვირილისგან, მისი ხმა მაინც ვერ გაიგეს. მერე იმედგაცრუებულმა დაინახა, როგორ გადიოდნენ სახლიდან. 4 დღის მერე ჯონი უფრო მეტად გაიხსნა კეტისთან და მასთან უფრო მეტ დროსაც ატარებდა. ის ეუბნებოდა, რომ როცა კეტი 17 წლის გახდებოდა, ისინი დაქორწინდებოდნენ და ბავშვები გაუჩნდებოდათ. კიდევ რამდენიმე დღის მერე ჯონი საუბრობდა თვითმკვლელობაზე, რაც ძალიან აშინებდა კეტის, რადგან ხვდებოდა, რომ თუ ჯონი ამას იზამდა, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ვერავინ ვეღარასდროს გაიგებდა. ამიტომ, როცა ჯონი ბრუნდებოდა, კეტის შვება ეუფლებოდა. ამასობაში გადიოდა დღეები და კეტიმ შეამჩნია, რომ ჯონი ძალიან გახდა. მის სახეზე კი ემოცია სულ უფრო იშვიათად იკითხებოდა. კეტი ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ერთ დღეს შუადღის პირველ საათზე კეტიმ გაიგო ნაბიჯების ხმა. მას გაუკვირდა, იმიტომ რომ ჯონი ასე ადრე არ ჩამოდიოდა ხოლმე მასთან. ჯონი მარტო არ იყო. კეტის სხვისი ხმებიც ესმოდა. მასთან ერთად რამდენიმე კაცი იყო და კეტის ძალიან შეეშინდა, რადგან იფიქრა, რომ ისინი ჯონის მეგობრები იყვნენ და რომ მასზე ჯგუფურად იძალადებდნენ. როცა კარები გაიღო, ჯონს ორი კაცი შემოყვა. მათ თქვეს, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ და მის გასათავისუფლებლად მოვიდნენ. კეტი ისე იღიმოდა, თითქოს ბოლო დღეების განმავლობაში მის თავს არაფერი ცუდი არ ხდებოდა. პოლიცია მის მანქანასთან მიიყვანა, რომელიც მას სახლთან ახლოს ელოდებოდა. ახლა კეტი თავისუფალი იყო. მანქანა ჟურნალისტები სურათებს უღებდნენ და მის გათავისუფლებას აღნიშნავდნენ. ჯონ ესპოზიტო დააპატიმრეს. ის მარტო იმყოფებოდა კამერაში, რადგან ციხეში ბავშვებზე მოძალადეებისთვის სულ სხვა სამართალი და პროცედურებია. კეტი საავადმყოფოში წაიყვანეს და უთხრეს, რომ სახლში ჯერ ვერ დაბრუნდებოდა. უცნობია რატო, მაგრამ ჯონმა თავად მიიყვანა პოლიცია კეტისთან, გატაცებიდან 17 დღის შემდეგ. მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ლინდას ქმარიც სალვატორი ვერ გაიქცა სასჯელს და ის 12 წლით დააპატიმრეს. ის ციხეში 2009 წელს მოკვდა. ჯონ ესპოზიტო 2013 წელს თავის საკანში იპოვეს მკვდარი. მან როგორც იქნა შეასრულა ის, რაზეც კეტის ელაპარაკებოდა. კეტი შემდეგში ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა. მისი მეურვეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კეტისთვის ის ჯოჯოხეთი დაევიწყებინათ, რასაც ის დაბადებიდან გადიოდა. უკვე გაზრდილმა კეტიმ დაწერა წიგნი, სადაც აღწერა ყველაფერი ის, რაც დღეს მოგიყევით. ახლა ის პენსილვანიაში ქმართან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ის მადლიერიც კი არის იმ ყველაფრისთვის, რაც მას შეემთხვა, ვინაიდან ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვალა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი ისტორია. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მოწონების, კომენტარებისა და არხის გამოწერის შესახებ, რადგან სტატისტიკა მაჩვენებს, რომ უმეტესობას არხი გამოწერილი არ აქვს, ვინც მიყურებთ და თუ მიყურებთ, ესე იგი დაინტერესებთ და ამიტომ გამოიწერეთ არხი. ასევე კომენტარებში დაგიტოვებთ ჩემს ინსტაგრამს, თუ იმეს გაინტერესებთ, სად ვიკარგები ხოლმე ამდენი ხნით და მე კი გემშვიდობებით. ნახვამდის.